ვა, მისტერ გაბრიელი. საერთოდ თქვენი გამგზავრება ბატონო გაბრიელი. სკოლაში? კი, სკოლაში ვიდი. მომზადებული გაქვს გაკვეთილი ცხოვები? კი, მომზადებული. ფეხბურთზე რო აღარ დადიხარ? რას გვეტყვი მაგის შესახებ? ძალიან მეწყინა და მივხვდი რომ ძალიან ცუდად მოიქეცი. ცუდად მოიქეცი? კი, ძალიან ცუდად მოიქეცი. თუ ვინ გითხრა რომ საერთოდ ცუდად მოიქეცი და მაგით აღარ დადიხარ? მივხვდი მასწავლებელმა რომ გამაგდო ისე. მასწავლებლებს არ გაუგდიხარ, საიდან მოიტანა? აბა ვინ გამაგდო? არავინ არ გაგაგდო. უბრალოდ რაღაცა ისეთი გითხრეს, რამაც მე გადამაწყვეტინა რომ აღარ უნდა იარო, თორე გასქვე გაგაგდეს არა კიდე ის. ეგეთ რამეს ვინ ტყოდა, ვინ გეტყოდა? ნუ ცოტა ნაწყენები არიან ჩემზე მასწავლებელი და მივხვდი რომ ცუდი რამქენი ესე. არავინ არ გაგაგდო, მე გეტყვი შენ რა პრობლემა შეგექმნა შენ გუნდში. რა? ის პრობლემა შეგექმნა, რომ ცოტა რაღაცებს შენ ჭკუაზე აკეთებ. ისე არ აკეთებ, როგორც ტრენერი გეუბნება. აი მაგალითად რო გეტყვის, რომ კენწლე, ცოტა ხანი კენწლი, მერე ცოტა ხანი ბურთს აგურავებ, მერე ცოტა ხანი ვიღაცა კარში გირტყავს და ტრენერებსა გამოსწონთ. წვრთნელებს. წვრთნელები იმის წვრთნელები არიან, რომ ყოველთვის გაკონტროლებენ, ყოველთვის უყურებენ, რას აკეთებ, როგორ ემორჩილები. ამიტომ ეგ შენიშვნა მოგცეს, რომ გაბრიელ, გეუბნები კენწლე. მართალი ხარ. რას აპირებ? რას აპირებ? რავი, რამე სხვა გუნდში შევა. მეკარეობა გინდა? კი, მეკარეობა. ზუსტად იცი რომ გინდა? კი, მინდა. ძალით არ ვაკეთებ, მინდა მართლა. გულით და სულით მინდა რომ მეკარეობა. არა, რატო იცი? მე ესეთი რაღაცა მკითხეს, რომ იქნება გაბრიელს მეკარეობა სულაც არ უნდა და შენ რო არ გეწყინოს, იმიტომ მეკარეობსო. არა. მეკარეობა მაგრა გამომდის. კარგად ხტუნაობ. კარგად გრძნობ თავს კარში? კი. გულით და სულით მეკარეობა გინდა. კი. ეგ გამოიგდე თავიდან რომ ვიღაცამ გამოგაგდო. იქ შენი წვრთნელები ძალიან მაგარი კაცები არიან. ეგეთ რამე არავის არ უთქვამს. უბრალოდ შენ ესეთი რაღაც გითხრეს, რომ დისციპლინის ნაწილია დაჯერება. შენ გულს რო გაგიტანე ნერვიულობ, გეუბნებიან არი ნერვიულო, მერე რა მოხდა, გეფერებიან რაღაც, მაგრამ შენ მაინც ძალიან მაგრად განიცდი. და აი ცოტა შენი სიგიჟეები რაც გააქვს, მე მაგალითად ვიცი რომ ეს სიგიჟეები კარგია და საჭიროა ფეხბურთელისთვის და მით უმეტეს მეკარისთვის, მაგრამ ეთყობა შენი წვრთნელები მასე არ ფიქრობენ. ამათ უბრალოდ უნდათ რომ სულ უსმენდე, სულ თვალებში უყურებდე და იმას აკეთებდე ზუსტად იმას, რასაც ეგენი გეუბნებიან. აკეთებდი ზუსტად იმას, რასაც გეუბნებოდნენ? არა. რატო აკეთებდი შენ ჭკუაზე რაღაცებს? იმიტომ რომ ცოტათი სელკივა. ცელკი ხარ და ცოტათი გიჟიც ხარ. კი. მაგრამ ნახე მე რო დამირეკა, მე რო მომწერა, ხო გახსოვს ერთად რო ვიჯექით და ლაივში და ტიპმა რო მომწერა, არ მახსოვს საიდან, იტალიიდან თუ ვერ დავიმახსოვრე. რომ გაბრიელს საფრანგეთიდან. ხო, გაბრიელსო ზუსტად ის სიგიჟეები აქვს, რაც მეკარეს ჭირდებაო, რომ ცოტათი მეკარე ცოტათი გიჟი უნდა იყოსო და. კი. რა ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეგ თვისებები გააქვს და სწორად დაინახავს, მაგრამ როგორც ჩანს შენი წვრთნელები ასე არ ფიქრობენ. მე იცი რა არ მისმის? რა? რო გეუბნებიან, რომ ემოციები არ უნდა გქონდეს, გოლი რო გაგდეს. აბა ემოციები თუ არა გაქვს, ისე აი ყველასთვის ამ კითხვას, რომ ნუ კი წვრთნელები სწორად ეუბნებიან, გაბრიელს ამას გოლი რო გაგდეს ძალიან განიცდის ამ ბურთს რო წაართმევენ და უბრალოდ აი ჩემთვის გაუგებარია მეკარეს გოლი რო გაუვა, არ უნდა განიცდეს, ემოცია არ უნდა გქონდეს. როგორ არა უნდა გქონდეს? ანუ всё გაუვიდა გოლი, წამოხდეს ვიღაცას დააბრალოს, დაცა შენ ბრალია, შენ გამოატარე და აი ესე გააგრძელოს, თვითონც არაფერი არ მოხდა რა. მე ვფიქრობ ეს თვისება რაც გაბრიელს აქვს, რომ განიცდის, როცა გოლი გაზდის, ნორმალურია. ნუ ცოტა ამას ახლა მეტი დრამა აქვს ხოლმე, რაღაცა წამოკრიალდება, აღარ აღარ წამოხდება და ურაობს, მაგრამ ვფიქრობ რომ არ არის გადაჭარბებული, რაც გაბრიელს ემოციები აქვს. მეც
ეგრე როგორც მე ემოციები მაქვს, მინახია კიდე მე კარებსაც აქვს ეგ ემოციები, როცა პენალტი გასდით და რაღაცეები. ხო რა? კი, ჯარიმები გასდით პენალტები. თუმცა შენი მწვრთნელები ფსიქოლოგიურად სულ იმას გეუბნებიან, რომ არ აუშვეს გაბრიელი. ანუ მაგ ფსიქოლოგიურად მუშაობენ შენთან. კი. რომ არ აუშვეს, დაგივიდა გოლი, წამოხდი, წამოდექი. მაგრამ შენ მაინც მაგ მდგომარეობაში რო რჩები ხოლმე, ეგ არ მოსწონს. ეგ არც მე არ მომწონს. ეხლა რამდენჯერ უნდა გელაპარაკო თემაზე, რომელ თემაზეც უკვე ისედაც გელაპარაკე და გავაკეთე. რო გეუბნებიან, რომ კაცო, მე როგორც მწვრთნელი, პატივო არ აუშვას. შენ წამოხდი და გააგრძელე. ეგ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა და ემოციურად მას ძალიან არ უნდა განიცდო. შენ მაინც მაგ ემოციაში რჩები. კი. ახალ გუნდში რასაც. რავი, გავაგრძელებ. ოღონდ ისე ცუდად აღარ მოიქცევი, მაშინ როგორც იქცეოდი. ცუდად არ იქცევი, გაბრიელე, გამოიგდე თავიდან. არა ხარ შენ ცუდი ბავშვი და ცუდი ის. ცუდად არ იქცევი. არავის არ უთქვამს, რომ ცუდად იქცევი, უბრალოდ. ძალიან ბევრ ემოციებს არ გამოვხატო. ხო, შენ ემოციებზეა საუბარი, რომ როდესაც შენ როგორც მეკარე ემოციური ხარ, მერე შენი ჯგუფის გუნდის წევრები რო უყურებენ შენი თანაგუნდელები, ის ემოცია მაგაძე გადადის, ცუდად აისახება. მთლიანად ფეხბურთი გუნდური თამაშია. კი. მარტო შენი თამაში ხო არ არის. რამდენჯერ გვილაპარაკია მაგაზე, ხო? კი. ამიტომ მაგაზეა სწორედ საუბარი. მოკლედ, მე გეტყვი, შენთვის უნდა გაგიმხილო ერთ საიდუმლო. ორი ვარიანტია. გისმენ. საუბარი უკან მქონდა. ან გრანდისში იქნები ვარკეთილში. ან იქნები დინამო აკადემიაში. ნახე ადამიანი, ვინც შეძლებს შენ ტარებას. მე თუ ვერ მოახერხებ ხოლმე სამსახური და რაღაცეები. ბაბუა? ხო. ბაბუა მევატარე, ხო, არა მაქვს პრობლემა არანაირი. კარგი. კი. უბრალოდ ახლა ერთი საკითხია. ანუ მითხრეს რომ გრანჩი ესეთი რაღაცა შეცდომებს აკეთებინო. ხელებში იჭერენ ბურთსო, ანუ ეხებიანო ბურთს ხელითო და შეიძლება მაგის გამო ბევრი პენალი დამიტყონ და გამივიდეს კიდევაც. ამიტომ დინამო ხელით თამაშობს საჯარიმოში? კი, ეგრე, ანუ შეეჯიბრა ერთ ჩემი მეგობარი მაგათ გუნდა და მითხრა რომ პენლებს ხშირად იღებენო? კი. ნუ მაგას მწვრთნელი მიხედავს. მოკლედ ორი ვარიანტია, ან გრანდისე ან დინამო. შენ რომელი გიჩვენე? დინამო. დინამო ჩვენთან ძალიან შორია, მაგრამ ვივლით რა, რაღაცას მოახერხეთ. რაღაცას მოახერხეთ. პირველი ცლა ვიქნები. პირველი ცლა გჭირდება სკოლაში, მეორე ცლა ხარ ხელიგაში, რა ძალიან. ძალიან, კი. შენ წარმოიდგინე 7:25 წუთზე რო გამოხვალ გაკვეთილიდან, იქ რომელსაც 8-ზე რო გეწყობოდეს დაუშვათ იქ, სახში ვერ მოხოთ 11-მდე, საცდაობაა. ამიტომ ფიქრობ, ვერც მივასებ დავაგვიანებ. ხო, გრანდისი თუ დინამო, ამიტომ ვთქვისა, ხო, დინამო აკადემია. შენ რომელი გირჩევნია? დინამო მირჩევნია, მაგრამ კარგი, მოდი ცოტა ხანი გრანჩი შემიყვანე და მე გადამიყვანე დინამოში. ისე ფიეს ისანშიც გეპატიჟებია. ო. ფიეს ისანი, კაი გუნდია ეგ და. კაი გუნდია, გაგიწია. კი, კაი გუნდია. ურეკავდი ამას წინ არ მიფასუხეს ორჯერ გავუკეთე. მოდი, ობოთ სადოთ კიდე ერთხელ მივიდე დავილაპარაკო. კი, დავილაპარაკოთ. კაი გუნდია, გამიგე, კაი გუნდიაო. ევსი ისანი. ნუ მან შემიყვანე, კი. კარგი. თან შორს არ არის ძალიან. განვიხილოთ კიდე ერთხელ დაერეკვა. აბაჰე, წარმატებები სკოლაში. მადლობა. არაფერს. ბავშვებს ასეთ შენი გამოცდილებიდან. არასდროს არ დანებდით. და დაუჯერო? მე დავჯერო მწვრთნელებს და დედას და მამას. ერთი კვირა უსაქმური ხარ და რაც უდია მიჩოული გუნდს. არ უშვეს. გამოცდა. აგამოცდას წარმატებით ჩააბარე. ორა. ნათაურია ხვდები ნელ-ნელა რომ ცოტა დისციპლინა ისეთი არის. ძალიან მოთხოვნადია ჯარისკაცი უნდა იყოს. კი. კაი.